საქართველოს ვარსკვლავის გამარჯვებულის და საქართველოს წარმდგენის დიდების ევროვიზია 2019-ის ოთონ ემსაძის კლიპის სულწინ იარე ვიდეოს კლიპის გადაღება უკვე დასრულდა და მისი პრემიერა დღეს საღამოს გაიმართება. გადაღებები სოფელ მალთაყვასა და ენგურის ხიდის შემდეგ თბილისში გაგრძელდა და ოთონ ემსაძე ანსამბლ შავნაბადასთან ერთად ვარა და მავთულ ხლართების ფონზე შეასრულა. ამ თემასთან დაკავშირებით, ამ მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით პირველი არხისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, ქალბატონ ნათია უზნაძეს ევროვიზიის პროდიუსერს და ბატონ გიორგი ებრალიძეს კლიპის რეჟისორს და რეჟისორს მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. პირველ რიგში რომ ვისაუბროთ კლიპის შესახებ, ეს თემა საკმაოდ ძიმეა ჩვენთვის, საკმაოდ ემოციური დატვირთვის მატარებელია. თქვენ როგორ დაინახეთ თავდაპირველად, როდესაც სიმღერა მოისმინეთ, სიმღერის ტექსტი მოისმინეთ და შემდეგ როგორ გადაწყვიტეთ კლიპის სიუჟეტის განვითარება? პრინციპში ყოველთვის სიმღერა და ეს მუსიკა თავაზობს იმას, რაც შემდგომში იქნება პირველი ემოცია, რაც მოდის, ალბათ ყოველთვის იმას ვერდნობი ხოლმე და იმას ვაგრძელებ და ამ სიმღერაში ძალიან მკაფიოდ მოდის მესიჯები და მკაფიოდ არის მოცემული ეს ემოცია, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მტკივნეულია. მაგრამ თან ჩვენ არ გვინდოდა რომ ძალიან გავემძაფრებინა ეს ყველაფერი, რადგან ევროვიზია მაინც და ეს არ არის პოლიტიკური კონკურსი და ჩვენ ამას მივეცით საერთოდ ზოგად საკაცობრიო სახე, რომ ეს მავთულ ხართები არა მარტო ჩვენი პრობლემაა, არამედ საერთოდ პრობლემაა ადამიანების, ქვეყნების დაყოფა, დაშორიშორება. ჩვენ ურთიერთობა გვინდა ერთმანეთთან, ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობა და ეს მავთულ ხართები გვიშლის ამაში ხელს. და პრინციპში აი მთელი ჩვენი სათქმელი ამ რგოლში არის ეს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ადრე თუ გვიან ერთად ვიქნებით. აუცილებლად. ნათია, თქვენი შტაბის ცდილებებით რომ გაგვიზიაროთ, როგორ ჩაიარა გადაღებამ და ზოგადად როგორი მოლოდინია, როგორც საქართველოში, ესევე საერთაშორისო მოლოდინი ოთოს კლიპის მიმართ. გიორგი მარ აღნიშნა, ოღონდ მოუწიათ საშინაო პირობებში მუშაობა, სწორედ იმ პირობებში იყო წვიმა, ქარი, ცუდი ამინდი, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ამინდიც ძალიან მოუხდა ამ ვიდეორგოლს და დღეს, რომელსაც მაყურებელი იხილავს კლიპს, 9 საათიანი მოამბის დასრულების შემდეგ ალბათ ყველასზე მოახდენს ძალიან დიდ შთაბეჭდილებას. კი, მართლაც არაჩვეულებრივი გამოვიდა. იმიტომ არ ვიცახი, რომ აქ გიორგი ზის, მასთან ერთად მუშაობდა მთელი ჯგუფი. ძალიან ბევრი ადამიანები და აქვე მინდა გადავუხადო დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. იმიტომ რომ იმდენად შთამბეჭდავია ეს ვიდეორგოლი, რომ აი შეიძლება თვალზე ცრემლიც კი მოგადგეთ, იმიტომ რომ ისეთი კადრებია, ისე ემოციურად მღერისოთო. ასევე გიორგიმ არ აღნიშნა და მე დავამატებ, რომ სპეციალურად 50 პერსონაჟი შეირჩა ვიდეორგოლისთვის. გადაღებები იყო ძალიან მასშტაბური და მგონი მართლაც არაჩვეულებრივი პრემიერა შედგება და აუცილებლად უნდა უყუროთ და აქვე აღნიშნა, რომ თუ შეიძლება არ დაგეზაროთ, თითოეულმა თქვენგანმა გაიზიარეთ ეს ვიდეორგოლი, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბევრი ნახვა მოიპოვოს. ოთოს ნამდვილად ძალიან დიდი გულშემატკივრობა იქნება ჩვენგან ცხადია და ერთი მაინტერესებს, რომ საერთაშორისო მოლოდინი როგორია. საერთაშორისო მოლოდინი არის ძალიან დიდი, რადგან თითქმის ყველა ქვეყანამ უკვე წარმოადგინა თავის ვიდეორგოლი, დავრჩით ჩვენ და ამიტომ დღეს ყველა ელოდება უკვე ვიდეორგოლ საქართველოდან, რომელიც მართლაც იქნება ძალიან კარგი. ცხადია, ოთოს ძალიან დიდი გულშემატკივრობა ჰქონდა თავიდანვე, როდესაც ის გამარჯვებული იყო და მანამდეც ჩემგან პირადად ჩემთვის ეს თემა ზოგადად ძალიან ახლოსაა. გამომდინარე ალბათ იქიდანაც, რომ მე ბავშვობიდან აფხაზეთის სიმღერების და პოლიფონიის თემას ძალიან კარგად ვიცნობ და ანსამბლი შავნაბადას წევრიც ვარ, რომელიც მონაწილეობს კლიპში. ბატონ გიორგი, მინდა კითხოთ, ლოკაციები როგორ შეარჩიეთ და აი ნათია ახსენა ნაწილობრივ და მონაწილეებზეც რო გითხრათ, კლიპში ვის ვიხილავთ? კლიპში ვიხილავთ, რა თქმა უნდა, ოთოს შავნაბადას და იმ 50 ადამიანს, რომლებიც ვაწვალეთ წვიმაში და ქარში, მაგრამ ამ წვიმამ და ქარმა ნათიამ აღნიშნა ეს თავისი დადებითი წვლილი შეიტანა ამ გამოსახულებაში. რაც შეეხება ლოკაციების არჩევა, ბევრი ფიქრი ამაზე არ გჭირდებოდა ზღვა.
გჭირდებოდა დაახლოებით ისეთი ლანდშაფტი, როგორიც არის სამაჩაბლოს ტერიტორიაზე და გჭირდებოდა ხიდი ენგურის. და ეს სამი ლოკაცია იყო ძირითადი, სადაც ვიმუშავეთ. ენგურის ხიდზე იქ ცოტა რთული სიტუაციაა სამუშაოდ, მოგეხსენებათ, სასაზღვრო რეჟიმია და იქ ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ იქაც მოვახერხეთ ზუსტად ის კადრები გადაგვეღო, რაც ჩვენ გჭირდებოდა. და ნათიასთან ერთად მე კიდევ ვისარგებლებ შემთხვევით და მთელ ჯგუფს ჯავას, მელკაძეს, რომელიც მეორე რეჟისორი იყო ამ კლიპზე. მისი თამადობით მთელ ჯგუფს მინდა დიდი მადლობა უთხრა აი გაწეული ძალიან დიდი სამუშაოსთვის. ძალიან კარგი. ყოველთვის ისე არის ხოლმე ევროვიზიის გვაჩქარებს, რომ მალე მომზადდეს ყველაფერი, სტრესის მეც გამომიცდია შარშან, სტრესის ქვეშ ვართ ხოლმე და დარწმუნებული ვარ, კარგად ჩაერე. მაყურებელს აუცილებლად შევახსენოთ, რომ დღეს იქნება პრემიერა თბილისი გალერეიში, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აუცილებლად ძალიან ხშირად ამას გააშუქებს და ძალიან ემოციური ვიდეორგოლი გელოდებათ. როგორც აღნიშნეთ, აჩქარებასთან დაკავშირებით გიორგის თითქმის ყოველდღე ურეკავთ. გიორგი, ნამდვილად გვექნება ვიდეორგოლი როაში. გიორგი ტრადიციულად კი, ოღონდ აუღელებლად. კი, ნათია იქნება და გუშინ უკვე ბოლოს რო დარეკა ვიდეორგოლი მზად არის. უკვე ყველა მამოვისურვებდა. ნათია, გარდა კლიპისა, წინა მოსამზადებელი პროცესი როგორ მიმდინარეობს, ოთო როგორ ემზადება? რომ ოთო დღეს დილას ჩამოვიდა ამსტერდამიდან, სადაც იყო ევროვიზიის პრეპარტი. სადაც ის პირველად შეხვდა თავის კონკურსანტებს, ანუ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, გაცნობითი შეხვედრა იყო. შეასრულა მისი საკონკურსო სიმღერა და სწორედ თვითფრინავიდან აეროპორტიდან პირდაპირ მობრძანდება ვიდეორგოლის პრეზენტაციაზე. თუმცა შუალედში იქნება ჩვენთან კიდევ ერთ გადაცემაში ნაშუა დღეში, რომელიც პირველი არხის ეთერში იქნება. ამის შემდეგ ხვალიდან უკვე დაიწყება რეპეტიციები. მიმდინარეობს მუშაობა მის სასცენო იმიჯზე, რომელზეც ზრუნავს გიორგი შაღაშვილი და სწორედ გიორგი შაღაშვილის მოსაცმელია ვიდეორგოლშიც გამოყენებული. რა შეეხება დადგმას სცენაზე? დადგმაც იქნება არაჩვეულებრივი. თავარი ეფექტები იქნება გადატანილი უკვე განათებაზე, ვიზუალზე, ამაზე მუშაობს ასევე პირველი არხის რეჟისორი ირაკლი გოქაძე და ამიტომ აუცილებლად 14-ში უნდა უყუროთ პირველ არხს, რადგან ჩვენ ვართ პირველ ნახევარფინალში და უნდა უგულშემატკივროთ ოთოს. აუცილებლად. რა თქმა უნდა. ბატონო გიორგი, აი ყოველთვის მაინტერესებს უჭირავს თუ არა იმპროვიზაციას ადგილი გადაღების დროს და მით უმეტეს ასეთ ემოციურ სცენაზე ადგილი ქონდა თუ არა გადაღების პროცესში გარკვეული იმპროვიზაცია? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი თითქმის 50% იმპროვიზირებულია, რადგან ეს არ არის კონკრეტულ სცენარზე დამყარებული გადაღებები, ხო? აქ მხოლოდ ემოციას მიყვები. როცა ემოციას მიყვები, იქ შეგიძლია იმპროვიზაციაც და იმის ხომ არ შევხვდით რაღაცა იქ საზღვრებთან ახლოს რომელთანაც იცით რა იყო აი მე ძალიან გამიჭირდა მაგალითად იქ რო დავდექით ხიდზე ენგურის ძალიან გამიჭირდა იქ აი აბსოლუტურად უძლური გავხდი და რაღაცნაირად ჩამეკეტა რაღაცა აი რაღაც ემოციურად დავითრგუნე ძალიან და გადამარჩინა იმა რომ ახალგაზრდები არიან ჯგუფში და მაშინ დავაფიქსირე, რომ ისინი იქით ნამყოფებიც არ იყვნენ იმ მხარეს. დიახ. და მათთვის შედარებით ადვილი იყო იქ მუშაობა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მათ გავლილი არ ქონდა და ის მხარე არც უნახიათ. დიახ. ხო და აი ეს იყო ძალიან ემოციური მომენტები იყო ამ გადაღებაში. და ეს ემოცია გადმოტანილია თვითონ ვიდეორგოლში. ზოგადად ასეთ ეროვნულ თემებთან დაკავშირებული სიმღერები არაერთხელ გაჟღერებულა ევროვიზიაზე და ყველაზე შთამბეჭდავი რაც შეგვიძლია გავიხსენოთ ეს იყო უკრაინის წარმომადგენელი ჯამალა 2016 წელს ყველას კარგად ემახსოვრებოდა. ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი იყო და მე რაღაცნაირად ასეთი მოლოდინი მაქვს რომ კიდევ უფრო მეტად შთამბეჭდავი იქნება ოთოს გამოსვლა მისი არტისტიზმი და მისი შესრულება და მე მახსოვს არ დავიწყე ფოტოს რაც უთხარი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი რჩევა ისეთი იყო ის არასოდეს არ იტყუება სცენაზე და ის ვთხოვე რომ ნამდვილად არ გჭირდება მეთქი შენ ჩემგან ეგ რჩევა მაგრამ
უნდა იყო ის რაც ხარ და ეს ემოცია უნდა გადმოსცე და თუ იციან საერთაშორისო წარმომადგენლებაც თუ იციან ის თემატიკა რაზეც მღერის ოთო იცით რა კი იციან ეს სიმღერა ნათარგმნი არის უკვე გაგზავნილია დევს ევროვიზიის ოფიციალურ საიტზე და გამოხმაურება არის ძალიან დადებითი და აქვე მინდა აღვნიშნო რომ იმდენად ემოციური იქნება ოთოს გამოსვლა ევროვიზიაზე უკვე დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ისე ვარ იმიტომ რომ ის მთელი გულით მღერის და ამ ემოციას კიდევ მასთან ერთად გაამყარებს შავ ნაბადას მართლაც არაჩვეულებრივი ხუთი ახალგაზრდა მომღერალი და ძალიან გული მწყდება გაგა რომ შენ კიდევ არ ახარ ჩვენთან ერთად. მეც იქ ვარ და ყოველთვის თქვენთან ვარ ესეთ ადგილას. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო რომ 14-ში, 16-ში და 18-ში სწორედ თქვენ წარუძღვებით ევროვიზიას და ეს იქნება ძალიან კარგი. 14-ში და უკვე ფინალშიც დარწმუნებული ვარ. 18-ში საქართველო იამაყებს ოთოთ. მეც დარწმუნებული ვარ და ჩვენთვის დიდი პატივია და მადლობა ამისთვის. ნათია, როგორც ვიცი, პატარა ცვლილებებია ხმის მიცემასთან დაკავშირებით, მოკლედ რო გითხრათ. მხოლოდ და მხოლოდ ფინალს ეხება, ეს ცვლილება ნახევარფინალებს არ ეხება. ანუ ჟიურის მიერ დაწერილ ყველაზე დაბალ ქულას გამოაცხადებს პირველად წამყვანი. და სწორედ ამას დაემატება უკვე ტელევოუთინგი, იმიტომ რომ ეს უფრო სიმძაფრეს მიცემს კონკურსს. ბოლო წუთამდე არ გვეცოდინება ვინ გაიმარჯვა კონკურსს. ბოლო წუთამდე, ხო. და ეს რაღაცნაირად ვნებათა ღელვას მე მახსოვს ეს განცდები შეენცელენ. რა თქმა უნდა გაგა, რა თქმა უნდა. ხარია რომ თქვენ ორნი ხართ. ჩვენთვის ეს მშობლიური თემა. კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს და მოუწოდოთ რომ აუცილებლად უნდა უგულშემატკივროთ ოთო ნემსაძეს, რომელიც ნამდვილად ძალიან ღირსეულად წარდგება სოფლიოს წინაშე. და დღეს 8 აპრილს ისიც შევახსენოთ რომ დღეს 8 აპრილს შედგება კლიპის პრემიერა და მე მინდა მთელ შემოქმედებით ჯგუფს დიდი მადლობა გითხრათ. მადლობა თქვენ. კიდევ გალერეში კავიაში შედგება ეს პრეზენტაცია და რა ვიცი წარმატება და წარმატება ოთო დარწმუნებული ვარ საქართველოს ხმას წარმატებით გაიტანს ქვეყნის გარეთ და დიდ სცენაზე 200 მილიონამდე ადამიანს გააგონებს ჩვენს ხმას. აქ უკაცრავად აქვე მინდა აღვნიშნო რომ ევროვიზია არ არის მხოლოდ პირველი არხის პროექტი, ეს არის ქვეყნის პროექტი და ამიტომ ხარდაჭერა თითეული SMS-ი უცხოეთში მცხოვრები ქართველის მიერ გამოგზავნილი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გავერთიანდეთ და დაუჭიროთ. ნათია, ჩვენ პირობას გაძლევთ რომ მე და გაგა შევაწუხებთ ასე ვთქვათ და ვიაქტიურებთ. ძალიან ყოველთვის შევახსენებთ ჩვენს მაყურებელს წესებს და ის რომ უნდა დაუდგეთ ოთო ნემსაძეს გვერდში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ. დღეს შევხვდებით. რა თქმა უნდა, გელოდებით. რა თქმა უნდა